საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრების წევრები სამშობლოში გუშინ დაბრუნდნენ აეროპორტში. ჰოკეისტებს გულშემატკივრებმა საზეიმო დახვედრა მოუწყეს. ახალი ზელანდიის ქალაქ დანიდინში გამართულ ტურნირზე. ჩვენი ქვეყნის გუნდმა ყველა შეხვედრა მოიგო და მეორე დივიზიონის B ჯგუფიდან A ჯგუფში გადაინაცვლა. ქართველმა ჰოკეისტებმა ისლანდიის, ახალი ზელანდიის, ბულგარეთის, ჩინეთის, ტაიპეისა და ტაილანდის ნაკრებებს აჯობეს. საქართველოს ნაკრები დაბრუნდა ახალი ზელანდიიდან, მაშინ რაც პირველი ადგილი დაიკავა მეორე B დივიზიონში. ყველა თამაში იყო რთული, მსოფლიო ჩემპიონატზე მე ბევრჯერ ვთქვი, რომ არ არსებობს სუსტი გუნდი. ძალიან დიდი მადლობა ესეთი კულტურული დახვედრისთვის და დავიწყეთ უკვე მომზადებას შემდეგი მსოფლიო ჩემპიონატისთვის და ზედა დივიზიონში წარმატების მისაღწევად. ველოდით ამ შედეგს ნამდვილად, იმიტომ რომ ვემზადებოდით ყველანაირად, რომ ეს შედეგი გამოგსვლო და ფიზბოლის გადაწყდება სტარტდება შემდეგი დივიზიონი, რომელიც გახავთ მეორე A დივიზიონი და მომზადებას დავიწყებთ სავარაუდოდ სექტემბრიდან აღსანიშნავი დივიზიონისთვის.